ესეთი გამომწერის ინტერესს მიუყვები, ესე ვთქვათ, ვასრულებ შეკვეთას და ვისაუბრებ იმაზე, იყო კითხვები, რომ სად და როდის და როგორ ვისწავლე, ელემენტარული რაღაც საჭმის კეთების და რაღაც ვიდეოები რომ მიდევს ჭურჭლის რეცხვის, ესეთი ელემენტარული რაღაცები რა გარემოებებში ვისწავლე. დავიწყებ იმით, რომ ადრეული ბავშვობიდან სახლში ქუთაისში ვცხოვრობდით, წმენდი ხოლმე ეს ასე ვთქვათ მოვალეობა მქონდა წმენდი ზედაპირებიდან მტვერს, ავეჯის. ასევე რამდენიმეჯერ გამირეცხავს იატაკი. ოღონდ მარტო ჩვრით და წყლით და არანაირი რაღაც მტვერსასრუტის გამოყენებები და კაი ტექნოლოგიები არა, უბრალოდ ხოხავდი და ესე წმენდი იატაკს. შემდეგ უკვე თბილისში როცა გადმოვედით და სკოლაში რო დავიწყე სწავლა, მშობლები სადმე რო წავიდოდნენ, რა ვიცი, რამდენიმე საათით მიტოვებდნენ თერმოსში ცხელ წყალს, რომ დამელია ჩაი ან რაღაც და რა თქმა უნდა იმას ვასხავდი. ხო, კიდევ ერთ ვიტყვი, რომ ასანთის სანთებაც ბავშვობიდანვე ამინთია რამდენიმეჯერ, მაგრამ საფრთხილო იყო და დიდად არ ვიყენებდი ხოლმე მაინც გასკურას. შემდეგ უკვე სკოლაში რაღაც რამდენიმე კვირა დავრჩი ინტერნატში, პანსიონში და მაშინ ვისწავლე ყავის მოდუღება, არა უბრალოდ ხსნადი ყავის ჩაყრა, რაც არ არის ძალიან რთული, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ჩაის პარკს რო ჩააგდებ ჩაიში და დააგდებ. მაგრამ ყავის მოდუღება, ცოტა უფრო ისეთი თემა იყო, მადუღარაში და რაღაცა და ვადუღებდით ყავას. შემდეგ უკვე ამერიკაში როცა წავედი სასწავლებლად, იქ იყო, ესე ვთქვათ, ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ ჩემი წინსვლა, იმიტომ რომ მასწავლეს მიკროტალღური ღუმელის გამოყენება, ყავის აპარატის, ჩემი თუნდა გამეცხელებინა დილით დაუშვათ ეგრეთ წოდებული ბლინები რო არის გაყინული. რაღაც მსგავსი რაღაცები ჩემი თუნდა მომემზადებინა. ელემენტარული ჩემმა მასპინძელმა მშობლებმა პირველ ოჯახში მაჩვენეს ასევე, იქაც უნდა გამეწმინდა მტვერი და მაჩვენეს როგორ უნდა გამერეცხა აბაზანა, უნიტაზი და ნიჟარაც ასევე. თან, რა თქმა უნდა ხელთათმანებით და თან მეუბნებოდნენ, რომ ხელით ნახეო აბაზანაში რო არის ჭუჭყიანი და ხა ხელთათმანებში მართალია თხელი იყო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი საერთოდ და ვერ ვარჩევდი, რომ რას ნიშნავს, რომ აბაზანა არის თქვათ ჭუჭყიანი და იმას. მე ნელ-ნელა უკვე თბილისში რო დაბრუნდი, უკვე თბილისში მივეჩვია და მივხვდი როგორი განსხვავება არის და როცა მოწმინდა კარგი საშუალებებით, სარეცხით, როგორ უკვე სხვანაირად პრიალებს. შემდეგ უკვე მომიწია წასვლა რამდენიმე თვით გერმანიაში, შემდეგ რუმინეთში, შემდეგ ასევე ამერიკაში, სტრასბურგში კიდე 3 კვირით და ეს იყო დრო, როდესაც ვისწავლე კვერცხის მოხარშვა, გაყინული პიცის ღუმელში შედგმა და გათბობა, ეს გერმანიაში ვისწავლე. მაჩვენეს ღუმელი როგორ უნდა გამომეყენებინა. ღუმელს გვისხობ ელექტროს, მიკროტალღურს კი არა ელექტროს და გაყინულ პიცას შევდგამდი, რაღაც დროს ვინიშნავდი და ესე მე გამოვიღებდი და შემეძლო მეჭამა. რა თქმა უნდა, სწრაფი კვების, სწრაფ სუპებსაც ვიყენებდი, მაგრამ ასევე ვიყენებდი გრეჩიხას და შვრიის ფაფას, რო უნდა ჩააგდო პაკეტი, მდუღარეში და რაღაც პერიოდი რო კიდევ უნდა აადუღო. კი არის შედარებით სწრაფი მომზადების, მაგრამ გარკვეული ცოდნა ჭირდება. მიკროტალღურზე დამიმაგრეს ჭიკარტი, რო ხელით მცოდნო და ვთქვათ, ნახევარწუთიანი სად იყო, იმიტომ რომ ხო იცით, რომ ზოგადად საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაინც და მაინც მისაწვდომი არ არის უსინათლოსთვის და იქ თუ არ მოგინიშნეს რაღაცნაირად ძალიან რთულია იგივე სარეცხი მანქანის გამოყენება თანამედროვესი, იმიტომ რომ ბევრნაირი რეჟიმი აქვს, უნდა დაიმახსოვრო რამდენჯერ დაატრიალო, შემთხვევით სხვა რაღაც რეჟიმზე ხელი არ უნდა გადაგიცდეს და ასე შემდეგ. კიდევ ვისწავლე სოსისის მოხარშვა, რომ მდუღარეში უნდა ჩაყარო და რაღაც პერიოდი უნდა
იყოს ეს ოსისები. მოკლედ ესეთი პატარ-პატარა რაღაცები, დედაჩემი მაძლევდა ხოლმე აქედან საქართველოდან გერმანიაში ინსტრუქციებს და მათ შორის ვისწავლე ხორცის მოხარშვაც, ანუ ყიდულობდი ღორის ხორცის ნაჭრებს, ყრიდი წყალში და ხარშავდი. რატომ ყველაფრის მოხარშვა, ხო და არა შეწვა? იმიტომ რომ შეწვა სჭირდება ზეთი, კვერცხს კიდე ჭირდება მაგალითად დამტვრევა, რაც არ არის ესეთი ადვილი. ჩვენთან სპეციალისტებს არასდროს არ უმუშავიათ, რომ ვთქვათ, ხა საჭვლის მომზადებაზე და წესიერად რო გითხრათ, რომ რამე ვიმეს უსწავლებია, არა. პლუს ანუ ამას ჭირდება შემდეგ ტაფის გაწმენდა, ყურადღება რომ შეფები არ შეესხას, მე ხომ საერთო საცხოვრებლების სამზარეულოში ვიყავი და ნუ მოკლედ ესეთი თემაა, რომ საკმაოდ რთული იყო, ამიტომ ხორცის მოხარშვა, ანუ ჩანგრით ვამოწმებდი, მაგალითად რამდენად კარგად არის მოხარშული. 1-2 დამიდგა მსქვაბი და მოbrunებული ვარ ჩემ ოთახში, გამიგრძელებია რაღაც. მიწერა, მოწერა რაღაც ონლაინ ჩართვები და მე მივსულარ და მინახავს, რომ გადაუდგამთ ეს ჩემი ქვაბი და ხან დამიკარგავს და ძლივს მომიძებნია მე იქ სამზარეულოში. ეს ქვაბი. ერთხელ იმდენად დიდხანს გავჩერდი ოთახში და ვერ მივედი, რომ ანუ ხორცი დამეწვა და მეგონა რომ ქვაბიც მოვსპე, მაგრამ მე კარგად რომ გავწმინდე, აღმოჩნდა რომ შვენივრად დღემდე იყენებენ სახლში იმ პატარა ქვაბს. ხო, კიდევ, ნუ აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცები, ნახევარფაბრიკატების გაკეთება, ანუ გაცხელება რაღაცა ელემენტარული, აი ესე საქმის, როცა მჭირდებოდა ნელ-ნელა ესე ვისწავლე, თუმცა ეს დიდი არაფერი არ არის, ხო, ხელით რეცხვაც, იმიტომ რომ ანუ ტანსაცმელიო დედაჩემი მაგას მეუბნება, რომ ტანსაცმელი ხარ სარეცხ მანქანაში ძალიან სწრაფად ცვთება და ფუჭდება. ამიტომ ანუ ბევრ რაღაცას ხელითაც ვრეცხავდი. იდეაში არ არის ძალიან რთული, ანუ ტაშში რა ვიცი, ვავსებდი წყალს, ვყრიდი ფხნილს, შემდეგ იმივც კარგად ხელით ვრეცხავდი, შემდეგ გადავავლებდი უკვე სუფთა წყალს, ანუ ოკანის ქვეშ ან ისევ ტაშს გადავავლებდი, რომ იქ ეს ფხნილი არ დარჩენილიყო, ეს ქაფი. მაგრამ ნუ ხო, ანუ სარეცხ მანქანასთან ერთად სადაც უფრო თეთრეულს და ესეთ სხვა ესეთ რაღაცებს, რაც ადვილი გასარეცხია, მას ვრეცხავდი. ხელითაც გამირეცხავს ტანსაცმელი, ნუ ჭურჭლის რეცხვაც რა ვიცი, მაგას მაინც არაფერი ისეთი არ უნდა. ხო, საშუალებას დააწვეთებ ღრუბელზე და უხახუნებ და ნუ ხელით ეხები და ამას დიდი არაფერი მხედველობა ნამდვილად არ ჭირდება. ხო, და აი ესე, ანუ სხვა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აი ესე მათ შორის სკოლაში ჩვენ გქონდა კულინარიის გაკვეთილები, ოღონდ პირველად მე-5-6 კლასებში ეს იყო შემოიფარგლებოდა იმით, რომ დაგვეწერინებდნენ რეცეპტებს ბრაილით. ოღონდ ის რეცეპტები იყო რეალობისგან ყოველად მოწყვეტილი ხალხო, იმიტომ რომ ისეთი პროდუქტებს უკარ ნახავდა ეს ჩვენი მასწავლებელი, რაღაც ავოკადოებს და მანგოებს, რომლებიც ეხლა კიდევ შეიძლება რომ თბილისში იყიდო, მაგრამ მაშინ არც კი იყიდებოდა. ელემენტარული. სამზარეულო სკოლაში როცა გაჩნდა, ანუ წარმოიდგინეთ ახლა 45 წუთში, როცა ყავს 6-7 ბავშვი, რომელიც ყველა უნდა ჩართო რაღაც დონეზე, ანუ მაინც მასწავლებელი გვეუბნებოდა, რომ ის მომაწოდეთ, ეს იქიდან გადმოიღეთ, მახსოვს აი რაფაელო გავაკეთეთ ერთხელ და აი ეს შენით რო არის გაკეთებული და თან კარგად მოშიებული ხარ, ძალიან გემრიელი მომეჩვენა მაშინ. ოღონდ ახლა აი ესე ბევრი ხალხი ერთად რო აკეთებთ, ანუ რეალურად შენ ვერ სწავლობ, იმიტომ რომ რაღაც ნაწილს აკეთებ მარტო მაგ საქმის და არ აკეთებ მთლიანად, ხო? და ამიტომ ახლა ღვეზელების გამო ვაცხვეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ანუ რო გითხრათ რომ ახსოვს მეთქი, ალბათ დიდად არ მახსოვს ეს პროცესი. ხო, რავი, სახლში კიდევ პილმენებისთვის ვჭრიდი ხოლმე ცოუმს და ვახვევდი ფარშს და ეგეთ რაღაცებს და ნუ ხა ელემენტარული რაღაც საფქვავში რაღაცა დაფქვიო და ხა ეგეთ რაღაცებსაც 1000-ში ერთხელ, მაგრამ ნუ გამოვკრავ ხოლმე ხელს, ამიტომ ხო, რო გითხრათ ახლა თავგადამკვდარი სახლის საქმეებზე მე ნამდვილად არ ვარ. თუმცა რაც გადარჩენისთვის, ესე ვთქვათ, არის აუცილებელი, მსგავს რაღაცების გაკეთება, რა თქმა უნდა, შემიძლია და ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის შემოფირსაც უნდა შეეძლოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი სპეციალისტებს, პროფესიონალებს, რაც ჩვენთან ემუშავათ, კიდევ
და მომავალშიც რო იმუშავოთ, ბევრად უფრო მეტს შევძლებდი კიდევ. ხო, ну, რა თქმა უნდა, ხა იოგურტს და ბანანსაც ძალიან აქტიურად ვჭამდი და ესეთ მარტივ რაღაცებს, რასაც მომზადება არ ჭირდებოდა.